უეცრად ვიღაცა მასე ხელით მომქაჩა და გამომათრია ამბობდნენ და ვერ შევინარჩუნე წონასწორობა დავეცი და მეორე ვიღაცა ვინც დაინახა რომ დავეცი ადგა და ფეხი ჩამარტყა მუხლში ეს იყო ნიღბიანი ადამიანები უბრალოდ ერთად ჟილეტები და შესაძლოა რომელსაც აწერია გედედეს თანამშრომლები სავარაუდოდ ეგენი იყვნენ ჩვენი რესპონდენტი 28 წლის ქალია ინტერვიუზე მხოლოდ ანონიმურობის დაცვის პირობით დაგვთანხმდა ახალგაზრდა ქალი 30 ნოემბერს დაკავებების დროს მეგობრებთან ერთად სპეცრაზმელების ალყაში მოექცა. ამ დროს ხარაზიშვილის მარბიელი რაზმი ზემოდან წიწაკის სპრეის ასხამდა და გაზის კაფსულებს ესროდა. ამ დღეს აქციაზე ათობით მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სცემეს და ძვლები დაუმტვრიეს. დაშავებული ქალის ისტორია სპეცრაზმის სისასტიკით არ მთავრდება. მეტროსკენ გავიქეცით, სადაც ყველა მოგვწევდა, ყველა მხრიდან საიდანღაც ვიღაც მოგვწევდა და თან გვაგინებდნენ, თან ურტყავდნენ, აი სადაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან ვიღაცას სცემდნენ. არც კამერა ქონიათ, არც კოდი, აი არაფერი, მარტო ეცოდა ჟილეტებს, სადაც შესაძლოა აწერია. მეტი არაფერი საერთოდ. მეტროში შედგა ოქმით ჩემი დაკითხვას. ვინ დაგარტყა? მეკითხები უთხარი რომ ეს იყო გედედეს თანამშრომელი სავარაუდოდ, იმიტომ რომ არ ვიცი, ვერ ვცნობ მაგათ, ნიღაბი ეკეთა. ანუ შენთვის უსტნობა პირმა. მიმეორებდნენ კითხვას? არა. კარგად ამოვიცანე, შესაძლოა აწერია, არ ვიცი რა დანაყოფი იყო, ნიღაბი ეკეთა, მაგრამ ეს იყვნენ ძალოვანები. კიდევ მიმეორებდნენ, რომ ეს იყო ჩემთვის უცნობი ადამიანი. მე ვეძახი, რომ ჩემთვის უცნობი ადამიანი რა თქმა უნდა არის, მაგრამ ეს იყო ძალოვანი სამსახური. როგორც ირკვევა, ხარაზიშვილის სადამსჯელო რაზმის დანაშაულის დაფარვა საკუთარ თავზე საპატრულო პოლიციამ აიღო. დაზარალებული ქალი შაბათის მთავარს უყვება, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წევრები, რომლებიც რამდენიმე წუთით ადრე ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაკითხვის დროს მის წინ იდგნენ და მორალურ ზეწოლას ამ ფორმით ცდილობდნენ. ეს წნეხი მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მივიდა. სასწრაფოს მანქანაში რომ ვიყავ, ხელი უნდა მომეწერა ოქთან დაკავშირებით, იქ მსიჯავდა ექიმი და კიდე მოვიდა, კიდე სხვა თანამშრომლები მოვიდნენ და სასწრაფოს მანქანის კაი რომ ღია იყო, იქ უკვე იდგნენ ის ნიღბიანებიც, რამოდენიმე ნიღბიანი ადამიანიც იყო და აკვირდებოდნენ სიტუაციას, შიგნით ვიყავით 3 დაზარალებული სასწრაფოს მანქანაში. აკვირდებოდნენ სიტუაციას, შიგნით ვიყავდათ სავარაუდოდ და კიდე მიმეორებდა, ახალი მოსული ჯგუფი იყო, სახეზე სხვები იყვნენ, რომ ვინ გცემა, კიდე ახლდან კითხავდნენ და კიდევ ახლდან მიმეორებდნენ, ჩემთვის უცნობმა ადამიანმა მცემა. მეუბნებოდნენ, ეს იყო შენთვის უცნობი ადამიანი, ხო? მეუბნებოდი, არა, ეს იყო ძალოვანი, ნიღბიანი ადამიანი. დაიყვანეს მიზანი რომ სავარაუდოდ შემეცვალა ჩვენება და აი სიტყვაზე ან დაზიანება არ ყოფილიყო მათი მხრიდან, ჩამეწერა ესეთი რაღაც. სასწრაფო დახმარების მანქანამ ქალი ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. ის გვიყვება, რომ შესვლისთანავე ექიმს აქციაზე სპეცრაზმელის მხრიდან ჩარტყმულ წიხლზე დეტალურად მოუყვა. რა მიმოყვანეს? რა გიჭირსო რომ მკითხოს მეთქი? აი ფეხებზეც მეტყობა რამ ჭირს მეთქი, ნაცემი ვარ აქციაზე მეთქი და ყვალი ვაჩვენე, აი დიდი 42 მაინც იქნებოდა თუ მეტი არა, რა ჩარტყმული იყო ეგ და ეგო მე ვარ მაინტერესებს ფეხი მაჩვენეო. ექიმმა გითხრათ ეს? ხო, ანუ ეს ნაკვალებიო და ის მე არ მაინტერესებს, უბრალოდ ფეხი მაჩვენეო. სამედიცინო ისტორიის შეცვლასა და დამახინჯებაში ექიმებს ადანაშაულებს ალეკო ელისაშვილიც. პოლიტიკოსის მტკიცებით კლინიკა ვივა მედში მისი მოტეხილობები მხოლოდ იმიტომ დამალეს, რომ არ გამჟღავნებულიყო, რომ ოპოზიციონერზე სპეცრაზმელმა იძალადა. ქორთიარდ მერიოდში იყო დიდი ოპოზიციური შეხვედრა და იქიდან გამოვედი თუ არა დაამავლეს ხელი, ჩასაფრება ქონდათ მოწყობილი და ზემატყებით ჩამტენეს მანქანაში. წამიყვანეს მოკლედ წამოვარეს დუშეთის იზოლატორში და იქ დამაკავეს და ამ დაკავების დროს და ცემატყების დროს როგორც ჩანს მომწყდა ნეკნი. სასწრაფოს მოთხოვნით წამიყვანეს ვივამეთში, საერთოდ ჩამიტარეს გამოკვლევა. ეგ უთხარი რომ მეთქა ესე მტკივა ძალიან ძლიერი ჭვალი მოხდა და ნუ ტკივილი მოხდა. გამსინჯეს ისე რენტგენი გადამიღეს, მის დღეს არაფერი არ გაქვს საერთოდო, დაჟეჟილობა გაქვს ხოლოდ. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ შეიძლება რენტგენზე არ გამოჩენილიყო მოტეხილი ნეკნი, მაგრამ ჩაფარცხვისთვის რენტგენი იკმარეს და თქვეს, აი ხო ხედავთ არ ჩანს. გარეთ ტელევიზიები მელოდებოდნენ დუშეთიდან, რომ წამომიყვანეს სამიმები, დაცვები და თელი ამბებით ვივამეთში, მედია იდგა გარეთ, იყო მთელი ხმაური ამბავი და იმას ქნეს რა ქვია, ნუ რა თქმა უნდა, რომ აი გედედემ დააკავა და ნეკნი მოტეხა. ნუ ისეთი ხმაურიანი ამბავია, ხო? და ვითომ არაფერი არ მჭირს რა, ვითომ ისე დამაკავეს რა ჩვიდა და ვითომ არაფერი. აი ამაში დაეხმარა ვივამედი დაეხმარა აი ამ რეჟიმს და თვითონაც არის ამ რაღაც მოძალადე რეჟიმის ნაწილი, აი ეს თელი სამედიცინო პერსონალით დაეხმარნენ, რომ ხმაური არატეხილიყო, რომ აი რაღაც ნამუსი მოწმინდეს ამ მოძალადე გედედეს რა. ექიმების განმარტებით, როდესაც პაციენტი კლინიკაში შეჰყავთ და სამედიცინო ბარათი ივსება, ექიმი ვალდებულია აღწეროს დაშავებულის მონათხრობი. მაგალითად ის, რომ ახალგაზრდა ქალის ცნობით დაზიანებების
სპეცრაზმელის მიერ ჩარტყმული წიხლის შედეგად მიიღო. ექიმიკი ვალდებულია, რომ პაციენტის ბარათში შეტანილი ეს ცნობები ფორმა 100-შიც მიუთითოს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ სამედიცინო ბარათებში მსგავსი ინფორმაცია არ ხვდება. სტაციონარულ რუკაში, ამბულატორიულ რუკაში, როდესაც მე მივმართავ დაწესებულებას, აუცილებლად იწერება მე სად მივიღეს, კიბიდან გადმოვარდი, მანქანა დამეჯახა, აქციაზე დავშავდი, ვინ მომაყენა ეს, შეიძლება გვარის, მაგრამ თქვა რომ ვიღაცამ ძალოვანმა მომაყენა ეს, დამარტყა ფეხი, ჩამარტყა ხელკეტი, ეს უნდა იყოს აუცილებლად მითითებული. და მერე უკვე საგამოძიებო ორგანოებით მიმართვის შემდეგ საპატრულოზე მერე იქნება დაინტერესდა და შეიძლება დაჭირდეს დამატებითი ექსპერტიზა. ჩვენი რესპონდენტების მონაყოლიდან ირკვევა, რომ სამედიცინო ისტორიებში სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობის ფაქტები სისტემურად არის გამოტოვებული. გვანცა ღვედაშვილი თბილისი მოლთან დაშავებული 2 ადამიანის უფლებებს იცავს. ორივე მათგანი ძალოვნებმა აქციაზე სცემეს, რის შედეგადაც ისინი კლინიკაში მოხვდნენ. ორთებეროს გამართული აქციის პროცესში ჩემმა დაწესებულებამ მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება. კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მათ ჰქონდათ ორივეს შემთხვევაში ჰქონდათ მათ ტვინის შერყევა. ერთ-ერთს აქვს ცხვირის ძგიდის დაზიანება, ან გაბზარული ამ შემთხვევაში, ხოლო მეორეს მოტეხილობა. ფორმა ასებში არც ერთ შემთხვევაში არ წერია, რომ ისინი ნაცემები იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან, მხოლოდ აღნიშნულია, რომ ისინი იმყოფებოდნენ აქციაზე და სცემეს. ვინ, სად, როგორ-ანაირად არაფერი მსგავსი არ წერია. მე რა თქმა უნდა, ფორმა ასებში უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ შემდგომ უკვე პირობითად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რომ დახმარებოდა შესაბამისი დანაშაულის გამოძიებაში. აქციაზე დაკავებულთა და დაშავებულთა არაერთი საქმე მიუთითებს, რომ დაკავების ოქმში და შემდგომ პაციენტის სამედიცინო ბარათებში სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტები გამოტოვებულია. არადა ეს დოკუმენტები ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვისაც. რესპონდენტები გვიდასტურებენ, რომ მათი სამედიცინო ისტორიები საგამოძიებო სამსახურმა უკვე გამოითხოვა, თუმცა დაშავებულების აზრით ეს მხოლოდ ფორმალობაა და არა რეალური საგამოძიებო პროცესის ნაწილი.